ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, რომ ქართულგვარიანი რუსები, პაპუაშვილი და სხვები, კობახიძე და სხვები, მდინარაძე და სხვები, კალაძე და სხვები დღენია და გიმით არიან დაკავებულნი, რომ აგინებენ და აგინებენ დასავლეთ ზოგადად და კონკრეტულად ევროპას და შეერთებულ შტატებსაც გადასწოდებიან ხოლმე კონგრესმენებს, სენატორებს, ხშირ შემთხვევაში ან გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, ოვალური კაბინეტის ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, ამის მიუხედავად შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, სახელმწიფოსი მას ეძვირფასება საქართველოს როგორც ქვეყანა, ის არამც და არას დიდებით არ მიატოვებს ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის თავისუფლების მოყვარე ხალხს, ამ ქვეყნის თავისუფლების მოყვარე საზოგადოებას, ამ ქვეყანას როგორც სივრცეს, რომელიც პარტნიორი იყო, არის და დარწმუნებული ვარ, ან იმედი მაქვს, იქნება კიდეც მრავალ მიზეზთა გამო, იმიტომ რომ ამერიკის ინტერესი არის აქ, გეოსტრატეგიულ ინტერესს გულისხმობ, ამერიკის ინტერესია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია და არა ავტოკრატია, დიქტატურა და ბიზინია და ბიზინისტანი არ იყოს ამ ქვეყანაში, ამ სივრცეში და კიდევ იმიტომ, რომ რაღაც ეს ეკონომიკური უზარმაზარი სივრცეა დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გარდა ამისა მნიშვნელოვანია დემოკრატია როგორც ასეთი ამ სივრცეში მათ შორის იმ ადმინისტრაციისათვისაც კი რომელიც დემოკრატიას თითქოს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და აი საპირწონედ კი გამოხავს თუ საპირწონედ კი წარმოაჩენს რომ ამერიკის ინტერესებია მნიშვნელოვანი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის მაშინაც კი როცა მოგვეჩვენება ან წაგვეფიქრება ხოლმე რომ შეერთებული შტატები თურმე გადაერთო მხოლოდ უსაფრთხოებაზე და საკუთარ ინტერესზე და აი დემოკრატია კი მივიწყა მიზეზთა გამო ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ ხელს რომ არ გვიშვებს ანუ არ გვაგდებს ესე ბედისანაბარა რუსეთისკენ რომ არ რუსეთისთვის რომ არ გვწირავს ამის ნათელი დასტური ბევრი რამ არის. აი ამასიერ კი არა გუშინ წინ გააზიარეს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთის ზოგადად წვლილი ჩვენთან ჯანდაცვის სფეროში C-ჰეპატიტის პრობლემას როგორ ვძლიეთ ჩვენ და რამდენად დიდი თანხები გადაიხადა დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა 2 მილიარდზეა ლაპარაკი რომ ვიცოდეთ და ეს რატომ გაკეთდა და იმიტომ ხო არა რომ რაღაცა ჩემუბანში რომ ნარკომანების ცვენა დღესაც ხოთა შორის ხო ისინი რომ არ მომკვდარიყვნენ აი მაგიტომ ესენი რომ არ მომკვდარიყვნენ და ახალი ტალღით იფეთქა ან იფეთქებს ახლა ამგვარი ესან მსგავსი პრობლემა და ამერიკელები რომ პარტნიორებად აღარ გვეყოლებიან იმის გამო რომ ამ ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკა აქვს მათ შორის ნარკოპოლიტიკა ეს ფაქტია და ჩაფლავდა არა ის პროგრამა ძალიან კარგად დამთავრდა მაგრამ ამ ხელისუფლებისა და გამო რომ კატასტროფულ მდგომარეობისკენ მივდივართ ისევ იმ მდგომარეობისკენ მივდივართ როცა C-ჰეპატიტით იქნება გადატენილი ქართული საზოგადოება C-ჰეპატიტით დაავადებულებით იქნება გადატენილი ქართული საზოგადოება ეს კი ფაქტია მაგრამ გავანებოთ ეხლა ჯანდაცვის და მივხედავთ თავდაცვის სფეროს ამერიკის შეერთებული შტატები ხელს რომ არ გვიშვებს ამის ნათელი დასტურია agile spirit არის მტკიცე სული მე-12-ად ტარდება საქართველოში წრეულს ტარდება საქართველოსა და თურქეთში და რატომ უნდა ჩაატაროს შეერთებულმა შტატებმა საქართველოში რომლის ლიდერებიც დღენია და გიმით არიან დაკავებულნი რომ ამერიკას აგინებენ კონგრესმენებს სენატორებს თეთრი სახლის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ზოგადად დასავლეთს ევროპას და ასე შემდეგ რატომ თან მრავალეროვნული სწავლებებია რატომ უნდა ჩაატაროს რუსული მედია გადაფსიხებულია ამის გამო ეს არის წვრთნები და საბრძოლო მომზადება საჭიროების შემთხვევაში პარალელურად სხვათა შორის რუსებმა თავისი წვრთნები დაგეგმეს ეგ რა მაგის პასუხია და ატარებენ იმიტომ რომ ყველა განიხილავს რაღაცა კრიზისულ ვითარებას მათ შორის რუსების დამატებით გადასროლას სომხეთში როგორ ვინმე იტყვის საინტერესო კითხვა თუ საქართველოზე არ გამოიარეს დამატებით გადასროლას რუსების საჯარისო ფორმირებების ან ოკუპაციის მცდელობას აზერბაიჯანის მონელება თქვენ იოლი არ გეგონოთ აზერბაიჯანი საქართველოს გრუზია საქართველოს არ არის ხო აზერბაიჯანი ისევე გაეჭხირება თეორიულად რუსეთს ხელში როგორც უკრაინა გაეჭხირა მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანი ბევრად პატარაა მაგრამ ძალიან მომზადებული არმია ყავს თან არ დაგავიწყდეთ რომ თურქეთი უდგას ზურგს უკან და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფერში მონაწილეობს საქართველოს და ამერიკელებმა კიდევ ერთხელ თქვეს რომ ჩვენ
მიუხედავად იმისა, რომ ესენი გვაგინებენ, მიუხედავად ის ჩვენ ჩავატარებთ აქ წვრთნებს და საქართველოს de facto ხელისუფლებამ, რუსულმა ხელისუფლებამ წინააღმდეგობა უბრალოდ ვერ გაუწია. მე წინის წინა ბლოგი მქონდა სწორედ ამაზე, როგორ აცნობეს ირაკლი ჩიქოვანს ეს ჩემი დაზუსტებული ინფორმაციით. ირაკლი ჩიქოვანმა შესაბამისად პრემიერად წოდებულ აღარია ეს კობახიძემ ამ დამფუძნებელ მამად წოდებულ ბაობაბებ მოყვარულ ბიზინა ივანიშვილს ამ უკანასკნელს როგორ არ უნდა და agile spirit-ით ჩატარება, მაგრამ როგორ დაუსაბუთეს, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც შემანარჩუნებელი, ურთიერთობის შემანარჩუნებელი ძაფი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ბიზინამას თქვა, ოკეი, კი ბატონო, და будет воля, რუსულად რო ვთქვათ, ანუ ესე იყო და დარწმუნებული ვარ, ესეთი კარგი რუსული არ აქვს ხოლმე შორის და მოკლედ დასთანხმდა, მაგრამ რუსები გადაფსიხებულნი არიან ამ agile spirit-ის გამო, რომელიც მრავალეროვნულია. ამ მრავალეროვნულ სწავლებაზე ეხლა მე წავიკითხავ, ბოდიშ ვიხდი. მე ახლა წავიკითხავ, ესე იგი საქართველოს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას მტკიცე სულს მასპინძლობს agile spirit. მე 12 მასპინძლობს. მე ვკითხულობ თავდაცვის უწყების, ანუ კი არ ვიგონებ ახლა. თავდაცვის უწყების გავრცელებულ ინფორმაციას. სწავლება კრწანისში ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში JTEC. ოფიციალურად გაიხსნა, ასია. ეხლა JTEC-ი რა არის? 2013 წელს დაფუძნებული საქართველოს ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრია, რომელიც იდეაში უკვე წლების შემდეგ შეიძლება გადაკეთდეს დიდ სამხედრო ნატოს ბაზად, რომელიც ეგრამაგის პასუხია და ვაზიანთან კოოპერაციაში, ხო, შეიძლება უზარმაზარი სივრცე იყოს. ესეც დიდი სივრცეა, მაგრამ ვაზიანი ბევრად დიდია და ეს უნდა იყოს ჩვენი ჯარისკაცების წვრთნების, ასევე სიმულაციის ცენტრები უნდა იყოს. მე ვიყავი ერთ-ერთი, მოდი ასე ვიტყვი, ასეულში, პირველ ასეულში, მათ შორის, ვინც მიესალმა 2013 წელს JTEC-ის გახსნას და უზარმაზარი ამბავი იყო ეს 2013-ში და მივესალმე მარტო რაღაც Facebook სტატუსს არ გულისხმობ, სტატიაზე წერდი და მაშინ ვიდეო ბლოგები რამდენადაც მახსოვს არ იყო, რამდენადაც მახსოვს კი არა არ იყო, მაგრამ ესეთი ბევრ კომენტარზე ვიზრეული, მათ შორის დღევანდელ იმედსაც არქივში მოეპოვება თუ არ delete თუ არ გაუკეთეს იმედში ჩემს იმ კომენტარებს. ხო და მივესალმე, პირველ ასეულში ვიყავი მეთქი. ოფიციალურად გაიხსნა სამწყობრო მოედანზე საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. და ახლა როგორ გონიათ, ვინ მიმართა სიტყვით? მიმართა სიტყვით ეს უნდა იყოს უმაღლესი მთავარსარდალი. ჩემი აზრით მთავარსარდალად წოდებული, მაგრამ ანუ პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი თუ ეს ამერიკელები წვრთნებია, ხო, ამერიკელებთან ერთად, ნატოელებთან ერთად ჩვენი ერთობლივი წვრთნებია, სწორედ მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყოს სიტყვით პირველ გამომცვლელი. პირველი სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის და თავისი შიქორთული ქართულით მან უნდა თქვას, რომ მივესალმები საბოლოო ჯამში წაიკითხოს რა 5 წინადადება აქვს. მივესალმები ერთობლივ წვრთნებს საქართველოსა და შეერთებული შტატების რაღაც ნატოს თანამშრომლობა ურყევია და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ მოგართვით. ბიზინა ივანიშვილმა მაღალი ალბათობით მიხეილ ყაველაშვილს არც ქონია ინიციატივა რა რომც ქონოდა, ბიზინა ივანიშვილი ეთყო და ალაოთხო არა ხართ. გავიგეთ რომ დამიყაბულეთ იმაზე რომ ეს წვრთნები ჩატარდეს საქართველოში რაღაცა არგუმენტები გქონდათ, მაგრამ ახლა სიტყვით გამოდით კიდე და ბარემ სამხედრო ფორმა ჩაიცვით და კონდახპიროთ, კონდახნაზად გააკეთეთ ოღონდ ინგლისურ ენაზე. არ გამოვა ეს და ყაველაშვილს შესაბამისად ინიციატივაც არ ჰქონია და რომც ჰქონოდა მიიღებდა აბასთუმნის უღრანების ბინადარის ამგვარ ღრიალს იმის თაობაზე, რომ ყაველაშვილი ამას არათუ სიტყვით არ უნდა გამოსულიყო, არამედ არც უნდა დასწრებოდა და არც დაესწრო კიდეც. კარგი, ყაველაშვილს შეიძლება ავათიხო, ბოდიშ ვიხდი, სად იყო ამასობაში პრემიერ-მინისტრად წოდებული ბანდიტი ირაკლი კობახიძე? სად იყო? Deep State-ის კი არა. რუსეთის აგენტი ან ირიბი აგენტი ან გავლენის აგენტი ან და სარი ხო? მოკლედ ეს მაგაფუწული ახალგაზრდა კაცი იქ იყო, სადაც ყაველაშვილი, სადღაც ალბათ წრუპავდა, ხოლო და შესაბამისად არ გამოვიდა, ის სიტყვითაც არ გამოვიდა, სიტყვით კი არა, არც დასწრებია. კარგი, გასაგებია, იმიტომ რომ კობახიძის დონე არ იყო, ყაველაშვილის დონე არ იყო, იქ ელჩები არ იყვნენ, გასაგებია და ასე შემდეგ, ოკეი. მე გითხარით რამდენიმე ხნის წინას და დღესაც ვთქვით ვარცდები რომ ესე და ესე ბიზინა ივანიშვილი მიიყვანეს იქამდე
დააჯერეს, ან ათქმევინეს თანხმობა, რომ ეს წვნები საქართველოში გამართული იყოს საერთოდ საქართველოსა და თურქეთში. საქართველოს ნაწილია ბუნებრივია ბიზინა ივანიშვილის პასუხისმგებლობის ზონა რუსეთმა საქართველოში ბიზინა ივანიშვილი დანიშნა სწორედაც რომ ნაჩალნიკად და ოკეი. და ირაკლი ჩიქოვანი კი თავდაცვის მინისტრად წოდებული იყო თანახმა და მე ვაქე რამდენიმე ხნის წინ ირაკლი ჩიქოვანი ყოჩახ ირაკლი აი შენ იგრძენი სულისკვეთება შენ იგრძენი მომენტუმი შენში მე ბევრი გამიკრიტიკები ხარ შენ მაგრამ შენ აი იმ მომენტში სწორე ითამაში მაგრამ ისმის კითხვა სად იყო ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრი თუ პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდლად წოდებული პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი იყო ნაბახუსევზე თუ ირაკლი კობახიძე თავის ხლართებში იყო დიტოია სამხარაძესთან და მამუკა მდინარაძესთან ერთად ეს უკანასკნელი თუ იყო რა ქვია იმას თურქეთში გაფრენილი რომ რიჟვაზე როგორმე დაკერო რომ რიჟვაზე ხმა არ ამოიღოს არ ატლიკინოს ენა ირაკლი ჩიქოვანი ვიცე-პრემიერი ამავდროულად სად იყო ეს ის ირაკლი ჩიქოვანია რომელსაც თავდაცვის უწყე როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს 2 ივლისს გაიმართა მაგრამ მნიშვნელობა 4 ივლისისადმი მიზღვილ ანუ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვილ ღონისძიებაზე კი არავინ ელაპარაკება სტუმართაგან მაგრამ ელჩმა ხელი ჩამოვართვა მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და ისე ესწრებოდა ხო და რატომ კითხვა მაქვს question აი მე ირაკლი ჩიქოვანს არ მიმართავ ესეთი რუსული სიტყვით ვაპროს მე მას მიმართავ კითხვით ინგლისური სიტყვით question ხო სად იყავი it's my question სად იყავი რატომ არ იყავი აი მის ნაცვლად კი იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი რომლის გვარსახელიც არაფერს გეუბნებათ მე მადლობა უნდა გადაუხადო ცხადია ბატონ პაატას პატიაშვილს რომელმაც იქ სიტყვაში და თუ მექნებათ რომ გაჩვენებთ პირველ რაღაც ეპიზოდს ხო მადლობა გადაუხადა თავის მხრივ ამერიკელებს იყო გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინანზე მასაც მადლობა უნდა გადაუხადო ისიც გამოვიდა სიტყვით ასევე იყო ამერიკის მეშვიდე არმიის წვნების სარდლობის მეთაური ბრიგადის გენერალი ტერი ტილისი და ისინი სამივენი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საერთაშორისო წვნებს კვლავ ვიმეორებ ვკითხულობ თავდაცვის უწყების გავრცელებულ ინფორმაციას წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია მასაც მადლობა და შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი უილიამ კოქსი სწავლის გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები და ასე შემდეგ ეცნებოდნენ რატომ გადაწყვიტა რომ სად არის ეს ერთი სტატუსი უნდა წაგიკითხოთ რომ მაინც ჩაატაროს ჩვენთან ერთად ნატომ რატო გადაწყვიტა საქართველოში ეს agile spirit-ი და აქ უნდა წავიკითხო გიორგი თავდგირიძის სტატუსი ცელი სტატუსია სიმართლე გითხრათ და ყველაფერს წამაკითხებთ ახლა მაგრამ ძირითადი ასპექტები ნატო დაბრუნდა საქართველოში ამბობს გიორგი თავდგირიძე და მეტი ნატო საქართველოში ეს არის ეს მეტი ნატო საქართველოში არ მინდა შემეშალოს მაგრამ ნატოს საინფორმაციო ცენტრის იმხანად ნატოს საინფორმაციო ცენტრი ერქვა მე გახდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი მიერ მოფიქრებული სლოგანი ნატო აქაურობას ეკუთვნის თუ არ ვცდები ჩემს მეგობარ თენგო გოგოტიშვილს შესაძლოა მის პერიოდში როცა ის იყო ხელმძღვანელი მეტი ნატო საქართველოში ან მანამდე ან ოდნავ მერე სწორედ ეს სლოგანი ჰქონდა იმხანად თლიანად ქვეყანას და არა მხოლოდ ამ საინფორმაციო ცენტრს მეტი ნატო საქართველოში წერს გიორგი თავდგირიძე კავკასია რუსეთის გარეშე ამატებს თავადვე საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს მრავალეროვანული სკიცე სული 2025 2000 ჯარისკაცი მონაწილეობს მათ შორის შეერთებული შტატების 800 სამხედრო მოსამსახური რომელიც ფაქტიურად ნატოს სამხედრო მანევრებია რუსეთის სამხრეთ ფლანგზე საქართველოს მონაწილეობით რამდენიმე სტრატეგიულ ოპერატიულ და პოლიტიკურ ამოცანას შრის ერთდროულად ეს კაცი ეს გიორგი თავდგირიძე ბოლო პერიოდამდე მუშაობდა თავდაცვის უწყებაში პოლკოვნიკი ანუ მე ხო არ ვიცი და ამ კაცმა იცის ბევრი რამ ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილიო ბრძანეს ბატონი გიორგი რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მხარდაჭერილია ნატოს სამხედრო კომპონენტით დიახ აი ეს აუცილებლად აღსანიშნავია დიახ თქვენ პაპუაშვილები გყავთ ეს რუსები რუსობაში ეჭვმიტანილები ფილოსოფიურად კონცეპტუალურად რუსები მაგრამ ჩვენ არ გიშვებთ ხელს და ჩვენ ვეყრდობით თუ ვინმეს ვეყრდობით საქართველოში დღეს ეს არის სწორედ თქვენი შეიარაღებული ძალები რომლებმაც ესეთი დიდი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო მისიებში ერაყსა და ავღანეთში ამას ეს გზავნილია დასავლეთის
მხრიდან. არცად წასულა მეტი ნატო საქართველოში, თენგო გავახსენო ისევ, პოლიტიკა საქართველოში პოლიტიკა და ის დროებითაა შეფერხებული. ოცნება ვერ აკონტროლებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს სრულიად და სუსტია როგორც რუსეთის კავკასიაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი. საქართველოს შეიარაღებული ძალების როგორც შეერთებული შტატებისა და ნატოს ერთგული პატრიოტის გავლენა დიდია, როგორც ფაქტორი ოცნებამ შესაბამისად რუსეთმა ვერ გაანეიტრალა. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფუნქციო კი არ არის ჩვენი ჯარი. არ არის უფუნქციო. ნატოელები ხვდებიან, დასავლელები ხვდებიან, რომ ეს არ არის ოდენ ბინებს რომ ურიგებენ ის რაღაც ერთობა 30 თუ რაღაც 27 თუ 18000 კაცისა, ხო კმაყოფილთა ერთობა მათთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ყველასთვის, ვისაც ვიცნობ, ვისაც მსმენია და რაც საკვირველი 99% არ ვიცნობ და მეც 99 და 19% არ ვიცნობ, მაგრამ ყველასთვის პატივსაცემო ადამიანებო, თქვენ ნატო გენდობათ, თქვენი იმედი აქვს, თქვენ ხართ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პერსონები. უმნიშვნელოვანესი, აი ახლად გაწვეული პირდიტველა ახალგაზრდაც კი, ნებისმიერი კადეტი, ნებისმიერი ოფიცერი, ნებისმიერი ჯარისკაცი, ნებისმიერი ოფიცერი, ნებისმიერი მაღალი რანგის ოფიცერი, თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი რესურსი არა მხოლოდ ნატოს, არამედ ქართულ საზოგადოებას. ეიმედება თქვენი პირებისა, რომლებიც ახლა ხართ თავდაცვის უწყებაში, შეიარაღებულ ძალებში, სხვადასხვა ბრიგადებში, სხვადასხვა შენაერთებში, აგრეთვე პირებისა, რომლებიც თქვენი განუყოფელი ნაწილნი არიან და ისინი მეტი წილი თუ 3000 კაცი მსახურობს ახლა უკრაინაში. ნებისმიერი თქვენგანი გარემოებათა გამო შეიძლებოდა მოხვედრილიყო იცის სახელებს ხო არ ვიტყვი. ხო, ვისაც ვიცნობ იმათ სახელებს ხო არ ვიტყვი, 1-50 კაცი ხო არ დავიწყებ არიდან ჰაემდე, ხო? თქვენი ეიმედება ქართულ საზოგადოებას და დასავლეთსა. თქვენ არა ხართ მხოლოდ ის პირები, რომლებიც თბილბინებში უნდა იყოთ გამოკეტილნი, თქვენ ხართ პირები, რომლებიც უნდა იდგეთ საქართველოს გახართ საქართველოს სადარაჯოზე, მიუხედავად იმისა, რომ მე მსმენია მაღალი რეპუტაციის მქონე პირებისაგან კარგი რა ტაბლო რა, ნუ არ გექნება ამათ იმედი, მე ამის მიუხედავად ვამბობ, რომ მე პერსონალურად მაქვს თქვენი იმედი, რომ თქვენი სამოქალაქო, ვიმეორებ, პოზიცია ყოველთვის იქნება, მომავალში იქნება სწორი და ადეკვატური. გიორგი თავდგრიძის სტატუსის კითხვას ვაგრძელებ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლამ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მშენებლობამ ახალი მძლავრი იმპულსი მიიღო. საქართველოში რუსეთს მიუჩინეს თავისი კუთვნილი ადგილი სანაგვესთან ახლოს. კავკასიამ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა ქიმერაა. ხო, მე ვერ დავეთანხმები, რუსეთის გავლენა სამოქალაქო მიმართულებით ქიმერა სულაც არ არის. დიახ, სამწუხაროდ საქართველოს მართავენ ქართულგვარიანი რუსები და ეს არ არის ქიმერული საფრთხე ქიმერა, ხო? ეს არსებული რეალობაა სამწუხაროდ, თუმცა რაღა იკითხულობ გიორგი თავდგრიძის სტატუსს, ვარე წავიკითხავ ბოლომდე საქართველოში შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს ნატოს მრავალათასიანი კონტინგენტი საბრძოლო ტექნიკით და ავიაციით. ამას კი ვეთანხმები, ავიაცია ცოტა საკამათოა ჩემი აზრით, მაგრამ პროფესიონალმა სამხედროებმა იბსჯელონ. რუსეთის გავლენა ამ ქვეყანაში არ ცდება მაროშკინა ზარქუა სიმონიანის პროპაგანდისტურ ბჟუტურს, ვეთანხმები, რეალურ საქმეში ნატო არსად წასულა, ვეთანხმები. ეს ნატო არ წასულა, რატომ სამხედრო მანევრები და არა უბრალოდ რუტინული სწავლება, დიახ, მანევრებია, ეს მნიშვნელოვანი ასპექტია აღნიშნული გიორგი თავდგრიძის მიერ. რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში კატასტროფული სიჩქარე დნება, დიახ, რუსეთის გავლენა კატასტროფული სიჩქარე დნება და ნატოს სტანდარტებს რო აკმაყოფილებ და აი წარსულში უნდა ვთქვა იმ სამხედრო კონტინგენტის და აკმაყოფილებს, ოკეი. ვიტყვი ასე. ხო, იმ სამხედრო კონტინგენტს, იმ შეიარაღებულ ძალებს ვის გარეშე კავკასიის რეგიონის წარმოდგენა შეუძლებელია. რატომ სუსტდება? არ ვიცი, ამბობს თუ არა გიორგი თავდგრიძე ამას და აღარ ჩავიკითხავ თქვენის ნებართვით, მე განვარტავ. იმიტომ რომ აზერბაიჯანი აგე ისეთი ანტირუსეთული პოლიტიკა დაიწყო აზერბაიჯანმა, რომ აი 3+3,
რომელშიც გაწევრიანებაზეც ჩვენ შესაძლო გაწევრიანებაზეც ჩვენ გვინამიოკებდნენ და გვეუბნებოდნენ რომ მათ შორის ჯეფრი საქსი ეს ნობელიანტი ტიპი რომელიც რუსეთის დაფინანსებით მაღალი ალბათობით ამერიკაში ატარებდა სემინარებს და ლექციებს და შეხვედრებს და ამერიკაში ვაშინგტონში ამბობდა რომ საქართველოს 3+3-ში უნდა გაწევრიანდესო ირაკლი კაკაბაძე მოვიკითხე აქედან ირაკლი კაკაბაძემ რამდენადაც ვიცი კი რა მე მგონი ინტერვიუში დამიდასტურა ეს ამ 3-4 თვის წინ აუხტა ირაკლი კაკაბაძე ერთად ვაშინგტონში ყოფნავსა სამკურნალოდ იყო ირაკლი წასული და დაახურა თავზე ამ ნობელიანტ კაცს კარგ ეკონომისტს ბაზარი არ არის მაგრამ კარგი ეკონომისტობა საკმარისი აუცილებელი თუმცა არასაკმარისი პირობაა რომ კარგი მოქალაქე, კარგი მსოფლიო მოქალაქე იყო 3+3 სად არის და აი 3+3 აღარ არის აზერბაიჯანმა მთლიანად ჩაშალა აზერბაიჯანს სომხეთს საქართველოს რომელიც არც მონაწილეობდა რუსეთ ირან თურქეთის ანუ 3 ძლიერი ქვეყანა რუსეთ ირან თურქეთი და 3 პერიფერიული ქვეყანა აზერბაიჯანი სომხეთი საქართველოს ალიანსი ირანის ფორდოს აფეთქებამაც ჩაშალა ეს ფორმატი და რუსეთთან აღარავის აღარ უნდა ხო და რუსეთს შემოსვლა უნდა კავკასიაში და კავკასიის დაპყრობამაც ძალიან გაუჭირდება სომხეთი და აზერბაიჯანი პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავია ერთად არიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობა დასავლეთის და ნატოს მხრიდან ნიშნავს იმას რომ ჩვენ აი ამ ბავშიც ვართ კი არა ვიქნებით იმის გათვალისწინებით თუ ჩვენი შეიარაღებული ძალები იქნება ადეკვატური სამოქალაქო ხელისუფლება წოდებული ბანდისაგან განსხვავებით რომელიც ისიც თქვენ რომ რუსულია პრორუსულია და მაშალა პაპუაშვილს ეხა სულ რო ესე გადაყირავდეს და ინფარქტმა ხიოს მე მაინც ვიტყვი რომ რუსული ხელისუფლება ხავს მოკლედ სად იყო ირაკლი ჩიქოვანი სად იყო უმაღლეს თავარსარდლად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი ბურთსაგორებდა კალაძესთან ერთად თუ ნერვიულობდა იმაზე რომ კალაძე ემანთ შეიძლება არ იყოს დედაქალაქის მერი სად იყო ირაკლი კობახიძე რატომ არ დაესწრდნენ ისინი აი ამ agile spirit 2025-ს ეს არის კითხვა მხოლოდ იმიტომ რომ ბიზინამ უთხრა არ გაბედოთ მე ხა მას ვერ მიუბაძავ მაგრამ მაინც არ გაბედოთ დასწრება გეყოთ რომ იკმარეთ ის რომ მე დამარწმუნეთ თუ გადამაფიქრებინეთ ამ სწავლებების საერთოდ დაბლოკვა იქ ამერიკელებთან ერთად დგომა არ გაბედოთ დამატებით არ გავაღიზიანოთ რუსები მოგვიწევს ბატონო ბიზინა მოგვიწევს რუსების გაღიზიანება საქართველოს სახელმწიფოს განსამტკიცებლად ნახვამდის